კუდიანი ვარსკვლავისა და პატარა ბიჭუნას ამბავი. ლელა ცუცქირიძე. ერთხელ კუდიანი ვარსკვლავი მთვარის ჰამაკში ჩახტა. გაქანდა და გამოქანდა, იმდენი იქანავა, რომ ცას მოსწყდა და ერთი პატარა ბიჭის ჩაის ჭიქაში მოადინა ტყაპანი. პატარა ბიჭს ხმაურზე გამოეღვიძა, თვალები მოიფშნიდა და რას ხედავს? ჩაის ჭიქა ვერცხლისფრად ანათებს და წარუნებს. შეშინებული ბიჭი გაიტრუნა. ეი, მიშველეთ, იქნება ამორმუდან ამომიყვანოთ. მაგ ვინ არის? კუდიანი ვარსკვლავი ვარ. ციდან ჩამოვარდი და სახლში ვეღარ ბრუნდები. ბიჭმა კუდიანი ვარსკვლავი ხელის გულზე დაისვა. ვარსკვლავმა მადლობა გადაუხადა. უთხრა: სიამოვნებით ვითამაშებდი შენთან, მაგრამ არამცალია, ძალიან მეჩქარება. მერე ზემოთ ახტა, მაგრამ ჭერს მიეჯახა. ნუ გეშინია, მე დაგეხმარები. ამბადურაში ჩახტი, ჩემი მეზობელი ძია ასტრონომია და რამეს მოიფიქრებს. ბიჭი მეზობელ ძიასთან გაიქცა. ძია ასტრონომი სახლის სახურავზე იჯდა და ოცნებობდა. ბიჭსაც შესთავაზა ერთად ეოცნებათ, მაგრამ ბიჭმა კუდიანი ვარსკვლავის გასაჭირი უამბო. ძია ასტრონომს ასეთი შემთხვევა არასდროს ჰქონია. ლუპითაც დააკვირდა ვარსკვლავს, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. სწორედ ამ დროს გზაზე სახანძრო მანქანამ ჩაიხრიგინა. მერე გაჩერდა. მანქანიდან ღიბიანი ულვაშა მეხანძრე გადმობობღდა. რამე ხომ არ გიჭირს, პატარა ბიჭო? არა, მე არაფერი მიჭირს. აი, ჩემს მეგობარ ვარსკვლავს კი ნამდვილად სჭირდება დახმარება. აბა, შემართლა კუდიანო, ახტი კიბეზე და აღარ დაგინახო, უთხრა და თვალი ჩაუგრა. გახარებული ვარსკვლავი დაემშვიდობა მეგობრებს და ცას შეახტა. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. პატარა ბიჭი კი ძალიან ენატრება. ყოველ ღამე მის ფანჯარაში იჭრიდება და ხმამაღლად კარუნობს. ბიჭს ძილში ჩაესმის კარუნი და თბილად ეღიმება.